დაპირებისამებრ, გთავაზობთ ინფორმაციას ხშირ და გავრცელებულ დაავადებებზე და მათ სიმპტომებზე. უყურეთ ვიდეო ახსნას, მიიღეთ მეტი ინფორმაცია და თუ ნახავთ, რომ თქვენს გაქვთ მსგავსი სიმპტომები, მოიწერეთ კომენტარები და დასვით კითხვები. თვალის სიმშრალე. მშრალი თვალის სინდრომი გავრცელებული პრობლემაა, რომელიც გამოწვეულია ცრემლოვანი სითხის არასაკმარისი წარმოებით ან მისი ხარისხის ცვლილებით. ეს მდგომარეობა იწვევს თვალის ზედაპირის გამოშრობას, დისკომფორტს და მხედველობის პრობლემებს. გვთავაზობთ დეტალურ ინფორმაციას თვალის სიმშრალის შესახებ, მის გამომწვევ მიზეზებზე, სიმპტომებზე, მკურნალობის მეთოდებსა და პროფილაქტიკურ ზომებზე. თვალის სიმშრალე შეიძლება გამოწვეული იყოს სხვადასხვა ფაქტორით, რომელთა შორის ყველაზე გავრცელებულია ცრემლოვანი ჯირკვლების ფუნქციის დარღვევა. ცრემლის არასაკმარისი რაოდენობა. ამ დროს ცრემლოვანი ჯირკვლები საკმარისად ვერ გამოიმუშავებენ ცრემლოვან სითხეს, რაც იწვევს თვალის გამოშრობას. ცრემლის ცუდი ხარისხი. ცრემლის შემადგენლობაში არსებული ლიპიდური შრის ნაკლებობა იწვევს ცრემლის სწრაფად აორთქლებას, რაც ასევე იწვევს სიმშრალეს. გარემო ფაქტორები. მშრალი ჰაერი, დაბალი ტენიანობა, კონდიცირებული ჰაერი, ქარი და კვამლი აშრობენ თვალის ზედაპირს. კომპიუტერის ხანგრძლივი გამოყენება. ხანგრძლივი მუშაობისას ადამიანები იშვიათად ახამხამებენ თვალებს, რაც იწვევს ცრემლის აორთქლებას. ლინზების გამოყენება. კონტაქტური ლინზები ზოგჯერ აშრობენ თვალის ზედაპირს, განსაკუთრებით თუ ისინი არასწორად არის შერჩეული ან თუ არ არის დაცული მათი მოვლის წესები. ჯანმრთელობის მდგომარეობა და მედიკამენტები. აუტოიმუნური დაავადებები, რევმატოიდული ართრიტი, შოგრენის სინდრომი და ლუპუსი ხშირად იწვევენ თვალის სიმშრალეს. ჰორმონალური ცვლილებები. მენოპაუზის დროს ქალებში ხშირად გვხვდება თვალის სიმშრალე. ზოგიერთი მედიკამენტი, ანტიჰისტამინური, ანტიდეპრესანტული, შარდმდენი და სხვა პრეპარატები აშრობენ თვალებს. ასაკი. ასაკის მატებასთან ერთად ცრემლოვანი ჯირკვლების ფუნქცია მცირდება, რაც ზრდის თვალის სიმშრალის რისკს. სხვა მიზეზები. თვალის ქირურგიული ოპერაციები, მაგალითად ლაზერული კორექცია. ქუთუთოების ანომალიები, მაგალითად ბლეფარიტი. თვალის სიმშრალესთან ახლავს სხვადასხვა სიმპტომი, რომლებიც შეიძლება განსხვავდებოდეს სიმძიმის მიხედვით. წვის შეგრძნება, თვალებში წვის ან ჩხვლეტის შეგრძნება. ქავილი, თვალების ქავილი, რომელიც შეიძლება გამძაფრდეს. სიცითლე, თვალების სიცითლე ან გაღიზიანება. დაღლილობა, თვალების დაღლილობის შეგრძნება, განსაკუთრებით კითხვის ან კომპიუტერთან მუშაობის შემდეგ. მხედველობის დაბინდვა, დროებითი დაბინდვა ან მერყევი მხედველობა. ცრემლდენა. პარადოქსულად, თვალის სიმშრალემ შეიძლება გამოიწვიოს ჭარბი ცრემლდენა, რაც თვალის რეაქციაა სიმშრალეზე. ქვიშის შეგრძნება, თვალში ქვიშის ან უცხო სხეულის არსებობის შეგრძნება. მგრძნობელობა სინათლის მიმართ, გაზრდილი მგრძნობელობა სინათლის მიმართ, ფოტოფობია. გაღიზიანება კონტაქტურ ლინზებთან, დისკომფორტი ან შეუწყნარებლობა კონტაქტური ლინზების გამოყენებისას. თვალის სიმშრალის მკურნალობა მიზნად ისახავს სიმპტომების შემსუბუქებას და ცრემლის ხარისხის გაუმჯობესებას. მკურნალობის მეთოდები მოიცავს ხელოვნური ცრემლები. მსუბუქი სიმპტომებისთვის გამოიყენება უმეტეს შემთხვევაში. ხელოვნური ცრემლები წარმოადგენს თვალის დასატენიანებელ წვეთებს, რომლებიც ამსუბუქებენ სიმშრალის სიმპტომებს. ისინი განსხვავდებიან შემადგენლობითა და სიბლანკით. უმჯობესია შეარჩიოთ ისეთი წვეთები, რომლებიც არ შეიცავს კონსერვანტებს, რადგან კონსერვანტებმა შეიძლება გამოიწვიონ თვალის გაღიზიანება ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაში. ჰიალურონის მჟავას შემცველი წვეთები, კარგად ატენიანებენ და დიდხანს რჩებიან თვალის ზედაპირზე. კარბოქსიმეთილცელულოზის შემცველი წვეთები, ასევე ეფექტურია თვალის დასატენიანებლად. გლიცერინის შემცველი წვეთები, უზრუნველყოფენ ხანგრძლივ დატენიანებას. გამოყენების წესი. გამოიყენეთ ხელოვნური ცრემლების საჭიროებისამებრ, დღეში რამდენჯერმე, სიმპტომების შესამსუბუქებლად. მალამოები. მძიმე სიმპტომებისთვის, მალამოები უფრო სქელი კონსისტენციისაა და უფრო დიდხანს რჩებიან თვალის ზედაპირზე, რაც განსაკუთრებით სასარგებლოა ძილის წინ გამოსაყენებლად. ვაზელინის ან ლანოლინის შემცველი მალამოები ქმნიან დამცავ ფენას თვალის ზედაპირზე და ხელს უშლიან ცრემლის აორთქლებას. გამოყენების წესი. მალამოები გამოიყენება ხამით ან მაშინ, როდესაც სიმშრალის სიმპტომები ძალიან ძლიერია. სამკურნალო მედიკამენტები. ციკლოსპორინი გამოიყენება ქრონიკული სიმშრალის დროს. ის ამცირებს თვალის ანთებას და ხელს უწყობს ცრემლის წარმოებას. კორტიკოსტეროიდები გამოიყენება ანთების შესამცირებლად, მაგრამ მათი ხანგრძლივი გამოყენება არ არის რეკომენდებული გვერდითი ეფექტების გამო.
ლიფიტეგრასტი, თანამედროვე პრეპარატი, რომელიც ამცირებს ანთებას და აუმჯობესებს ცრემლის ხარისხს. გამოყენების წესი: ეს მედიკამენტები გამოიყენება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით, მათი გამოყენების ხანგრძლივობა და დოზირება ინდივიდუალურად განისაზღვრება. სხვა პროცედურები. პუნქტალური ოკლუზია: ეს არის მცირე ზომის საცობების ჩადგმა ცრემლის სადინარებში, რაც ამცირებს ცრემლის გამოყოფას და ხელს უწყობს თვალის დატენიანებას. ეს პროცედურა გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ სხვა მკურნალობა არ არის საკმარისად ეფექტური. ცხელი კომპრესები, ქუთუთოების თბილი კომპრესებით გაწმენდა ხელს უწყობს მეიბომური ჯირკვლების ფუნქციის გაუმჯობესებას, რაც ხელს უშლის ცრემლის აორთქლებას. ქუთუთოების ჰიგიენა, რეგულარული წმენდა ქუთუთოების კიდეზე გროვებულ ნადებს აშორებს და ამცირებს ბლეფარიტის განვითარების რისკს. ცხოვრების წესის შეცვლა და რჩევები. ჰაერის დამატენიანებელი, გამოიყენეთ ჰაერის დამატენიანებელი სახლში, განსაკუთრებით ზამთარში. ხშირი ხამხამი, კომპიუტერთან მუშაობისას ეცადეთ ხშირად ახამხამოთ თვალები და გააკეთოთ მცირე შესვენებები. სათვალეები, გამოიყენეთ სათვალე, განსაკუთრებით ქარი ან ამინდში, რათა დაიცვათ თვალები გამოშრობისგან. კონტაქტური ლინზების გამოყენება: თუ იყენებთ კონტაქტურ ლინზებს, გაითვალისწინეთ ექიმის რჩევები და არ გამოიყენოთ ისინი ზედმეტად ხანგრძლივად. გამოიყენეთ დამატენიანებელი წვეთები. საკმარისი წყლის მიღება: დღის განმავლობაში მიიღეთ საკმარისი რაოდენობის წყალი, რათა თავიდან აიცილოთ დეჰიდრატაცია, რაც ასევე აშრობს თვალებს. ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები: ჩართეთ რაციონში ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავებით მდიდარი საკვები, მაგალითად, თევზი, სელის თესლი, ან მიიღეთ დანამატები. მოწევისგან თავის შეკავება: მოწევა აუარესებს თვალის მდგომარეობას და ზრდის სიმშრალის რისკს. კვება: მიიღეთ ვიტამინებითა და მინერალებით მდიდარი საკვები, განსაკუთრებით ვიტამინი, რომელიც მნიშვნელოვანია თვალის ჯანმრთელობისთვის. მედიკამენტების ჩამონათვალის საერთაშორისო სახელები. ხელოვნური ცრემლები. ჰიალურონის მჟავა. კარბოქსიმეთილცელულოზა, პოლივინილის სპირტი, გლიცერინი. მალამოები, ვაზელინი, ლანოლინი. რეცეპტით გასაცემი მედიკამენტები. ციკლოსპორინი, კორტიკოსტეროიდები, მაგალითად პრედნიზოლონი. ლიფიტეგრასტი. თვალის სიმშრალე ქრონიკული მდგომარეობაა, რომელიც მოითხოვს მუდმივ ყურადღებასა და მოვლას. თუ თქვენ გაქვთ თვალის სიმშრალის სიმპტომები, აუცილებელია მიმართოთ ოფთალმოლოგს სუსტი დიაგნოზისა და შესაბამისი მკურნალობისთვის. დასვით თქვენი კითხვები ჯანმრთელობის შესახებ კომენტარებში. ასევე მოგწერეთ კომენტარებში, რომელ დაავადების შესახებ გსურთ მოგიმზადოთ ინფორმაცია. არ დაგავიწყდეთ გამოიწერეთ ჩვენი არხი, რათა შეიტყოთ უფრო მეტი სხვადასხვა გავრცელებულ დაავადებაზე და მათი მკურნალობის შესახებ. გისურვებთ ჯანმრთელობას.